როდის დასრულდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია? კახა კალაძემ ეს თემა დღეს კვლავ ოპონენტების წინააღმდეგ კამპანიისთვის გამოიყენა. მან მედია და კორუფციის მკვლევრები ტყუილში დაადანაშაულა. კალაძემ თქვა, რომ სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს და რაიმე სხვა ვადა მათი მხრიდან არასდროს დასახელებულა. არადა დოკუმენტები სულ სხვა რამეს ამტკიცებს სატენდერო პირობით. სამუშაოების დასრულების ვადად ზუსტად 100 კალენდარული დღეა განსაზღვრული. ეს ვადა კი სწორედ 31 ოქტომბერს იწურება. აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ხელშეკრულების დარღვევისთვის უკვე 5 ჯერაა დაჯარიმებული. თამარ დემეტრაშვილმა მოისმინა კალაძის ეს ბრალდებები და გაეცნო დოკუმენტებსაც. თამარ გისმენთ. ვინ ტყუის ქალაქის მერი თუ შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთული ოფიციალური დოკუმენტები. ამ საკითხზე განმარტების გაკეთება კალაძეს სავარაუდოდ კიდევ მოუწევს, რადგან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ვადებზე თემა დღეს სწორედ მან წამოსწია და გააქტიურა. ქალაქის მერი მთავრობის ხდომაზე ვრცელი მონოლოგით გამოვიდა და მედია ტყუილში დაადანაშაულა, თქვა, რომ ისინი რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების დროდ ნოემბრის ბოლოს ასახელებდნენ ყოველთვის და რაიმე სხვა ვადაზე საუბარი არასდროს ყოფილა. შესაბამისად, მთელი იერიში ტრადიციულად მედიასა და კორუფციის მკვლევრებზე მიიტანა. შეგვიძლია ვნახოთ კალაძის დღევანდელი განცხადება. ჩვენ სამუშაოები დავიწყეთ 23 ივლისს და მაშინვე საზოგადოებას უთხარით, რომ 4 თვე დაჭირდებოდა გამზირის სრულ რეაბილიტაციას. გარკვეული მედია საშუალებები ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, მიაწოდონ არასწორი ინფორმაცია და თუ დააკვირდებით სოციალურ ქსელშიც მიზანმიმართულად აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით ყოველთვის არის მცდელობა გაავრცელონ ცრუ არასწორი ინფორმაციები და ჩემი თხოვნა იქნება თბილისელებისთვის, რომ არ ენდოთ ამ ადამიანებს, ძალიან ბევრი თაღლითია სამწუხაროდ, არ ენდოთ თაღლითებს. ახლა რა ხდება სინამდვილეში? ყველა ვადა და ხელშეკრულებები კომპანია Smart Solution-თან შესყიდვების ვებგვერდზეა ატვირთული და იქ ცალსახადაა მითითებული 100 კალენდარული დღე წერილობითი დავალების მიცემიდან. და ასეა სამივე ლოტის შემთხვევაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაწყებიდან სამუშაოები ზუსტად 100 დღეში უნდა დასრულდეს. სამუშაოები, როგორც თავად კალაძემაც თქვა, რუსთაველზე 23 ივლისს დაიწყო და თუ კი კალენდარულ დღეებს გადავთვლით, მაშინ გამოდის, რომ სატენდერო პირობით 31 დეკემბერს, ოქტომბერს უნდა დასრულდეს. კალაძემ კი ამტკიცებს, რომ ისინი ყოველთვის ნოემბრის ბოლოს მიუთითებდნენ, თუმცა რა დოკუმენტებზე დაყრდნობით, ამაზე უკვე აღარაფერს ამბობს. და კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი. ხელშეკრულებით Smart Solution-ი ვალდებულია ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში იმუშაოს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის ამ პირობის დარღვევისთვის უკვე 5 ჯერაა დაჯარიმებული საკმაოდ მსხვილი თანხით. პირველი ჯარიმა კი 23 ივლისს, ანუ სამუშაოების დაწყების დღესვე ფიქსირდება. დოკუმენტებით ირკვევა, რომ ღამის ინსპექტირების შედეგად კომპანიის თანამშრომლები ადგილზე არ იმყოფებოდნენ და სამუშაოები არ მიმდინარეობდა და ასე ხდებოდა რეაბილიტაციის ზონის სამივე მონაკვეთზე. კალაძე ატყუებს მოსახლეობას, როდესაც ეუბნება, რომ ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცეები გარკვეულ წილად არ მიდის ისე, როგორც უნდა წავიდეს. ეს უკვე დოკუმენტაციით დასტურდება, რომ 24 და 30 ივლისს კომპანია დაჯარიმდა, იმიტომ რომ 24 საათის განმავლობაში არ მუშაობდა. ანუ ხელშეკრულებაში მითითებული აქვს, რომ 24 საათი უნდა იმუშაოს კომპანია, მაგრამ ეს კომპანია 24 საათის განმავლობაში არ მუშაობდა. კალაძეს მოუწევს ამბადების გახანგრძლივება და უკვე ფაქტობრივად დაანონსა, ხოლო ის, რომ დღეის მდგომარეობით კალაძე ეუბნება საზოგადოებას, რომ ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს, ეს არის ტყუილი. კონტრაქტის შესაბამისად უნდა დასრულდეს 1 ნოემბერს და დანარჩენ 29 დღეს ახლა კალაძე იპარავს. მაყურებელს შევახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე სამუშაოებს კომპანია Smart Solution-ი აწარმოებს. ის ერთადერთი მონაწილე იყო მერიის მიერ სამლოტად გამოცხადებულ ტენდერში. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის კომპანია 20 მილიონ ლარს მიიღებს და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, ამ კომპანიის დირექტორს მედიისთვის უკვე აქვს ნათქვამი, რომ მათთვის მიცემული 100 დღიანი ვადა შესაძლოა საკმარისი არ იყოს და რეაბილიტაციას უფრო დიდი დრო დასჭირდეს. კალაძე ნოემბრის ბოლოს ვადის დასახელებით უბრალოდ თავს იზღვევს, თუ იტყუება, ეს უკვე მაყურებლის შესაფასებელია.